განხორციელებული იქნება შესაძლებელი და რა პეტრა? ხო, საერთოდ ბიუჯეტი ყველა ასეთი ხმაურიანი გამოდის, როგორც ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტი, ისე ჩვენი დედაქალაქისაც. და მიზეზი არის ის, რომ ჩვენი სურვილია, რომ ბიუჯეტში უფრო მეტი აქცენტი იყოს გაკეთებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ნაკლები ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე. წარმოდგენილი ბიუჯეტი, რატომღაც ესე არის, უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, რამდენიმე წელია, უფრო მეტად აქცენტი არის ზუსტად ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე და ჩვენ დასამწუხაროდ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტიც პროექტის არ იყო თავისუფალი აი ამ ტრადიციისაგან. ბიუჯეტში იყო ძალიან ბევრი შენიშვნა ჩვენი ფრაქციის მხრიდანაც და ყველა დანარჩენი ფრაქციების მხრიდანაც. უკვე შემოსული არის ამდენიმე დღე არის ახალი ვარიანტი, კორექტირებული ვარიანტი ბიუჯეტისა, რომელშიაც ნაწილი ჩვენი შენიშვნების იყო გათვალისწინებული. თუმცა საბოლოო ჯამში ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, მაინც შორს არის იმისაგან, რომელიც გვინდა ჩვენც და მოქალაქეებსაც რომ ვიხილოთ და ამიტომ თუ ბიუჯეტი ასეთი ვარიანტით იქნა საბოლოოდ დატოვეს ასეთი ვარიანტი ბიუჯეტის, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაქცია მას მხარს ვერ დაუჭერს. ეხლა რა არის პოზიტიური ახალ ვარიანტში ბიუჯეტისა, მე ამ საკითხს შევეხები და იმასაც გავუსვამ ხას, რა არ გაითვალისწინეს, რის გამოც ჩვენ არ გვინდა რომ ამ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროთ. გათვალისწინებული იქნა ჯანდაცვის პროგრამებში ახალი პროგრამა, ეს ეხება კერდის კიბოს მკურნალობას მედიკამენტი ჰერცეპტინით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ესაჭიროება აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა. გარდა ამისა, დაემატა კიდევ ერთი ახალი პროგრამა, ეს არის ფსიქიურად დაავადებული პაციენტებისათვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში ჯანდაცვის პროგრამები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2016 წლის ბიუჯეტში, რასაც ჩვენ მივესალმებით. მეორე ასევე კარგი რაც მოხდა უკვე ახალ ბიუჯეტში, წარმოდგენილ ვარიანტში, გახლავთ ის, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესები გახსოვთ თქვენ ალბათ, რომ 2015 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული, კერძოდ საწყის ვარიანტში ჩადებული იყო 5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ 4 კორპუსის მშენებლობა დასრულებულიყო. წლის განმავლობაში ეს თანხა შემცირდა, განიცადა სეკვესტრი და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის, რომ არც ერთი კორპუსის მშენებლობა არ დაწყებულა. აი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად კვლავ გათვალისწინებული ყოფილიყო ამ ადამიანების ინტერესები, რომლებსაც წლიდან წლამდე ყველა პოლიტიკური პარტია პირდებოდა, რომ მათ ასეთ ცუდ და საშინელ მდგომარეობას აუცილებლად მიხედავდა და ხელისუფლებაში მოსვლის მერე ისინი იყვნენ იგნორირებული და ჩაიდო კვლავ ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი და მითითებული არის მისამართი უკვე იმ 4 კორპუსისა, რომლის მშენებლობაც უნდა დაიწყოს და მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდეც უნდა დამთავრდეს 2016 წლის განმავლობაში. ჩვენი სურვილი იყო ასევე, რომ მეტი ყურადღება დათმობოდა ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიცით ჩვენ როგორი მძიმე მდგომარეობა არის ამ კუთხით ჩვენს დედაქალაქში და მართლაც დაემატა 2 მილიონი ლარი, მაგრამ ეს თანხა მთლიანად მიმართული არის ერთი პროექტის განსახორციელებლად. ეს არის ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. საუბარი არის ვერეს ხეობის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნაზე, მაგრამ არ არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ეკოლოგია მნიშვნელოვან წილად გაუმჯობესდეს და ჩვენი სურვილი არის, რომ გათვალისწინებული იქნას მერიის მიერ აი ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მერიისვე მიერ წარმოდგენილ გარემოს დაცვის სტრატეგიაში არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს
სტრატეგია არ უნდა დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად და აუცილებელი არის რომ შემუშავდეს გეგმა სტრატეგიის მიხედვით და ამ გეგმაზე დაყრდნობით უკვე ბიუჯეტში უნდა მოხდეს ასახვა ყველა იმ საკითხისა, რომელიც მნიშვნელოვანი არის და რომელიც წაადგება აუცილებლად ჩვენი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აი ჩვენი მოთხოვნა არის ზუსტად ეს და ჩვენ დასამწუხაროდ მხოლოდ ერთი სარეკრეაციო ზონის ჩამოყალიბება არ არის ის, რაც უშველის ჩვენი დედაქალაქის ძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას. დიახ. მომავალი წლის ბიუჯეტში თუ არის გათვალისწინებული აქვს იქი დაზარალებული მოსახლეობის საკითხი. დიახ. დღემდე არ არის თქვა დამთავრებული. კი, არის გათვალისწინებული, სწორედ აღნიშნეთ თქვენ, რომ გაიწელა ძალიან დროში ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილება და ამიტომ გათვალისწინებული არის და მომავალ წელსაც იქნება აუცილებლად მათთვის ყურადღება დათმობილი. ბიუჯეტის თქვა განხილვა საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი რა იქნება? ისევ როდის წარმოადგენთ თქვა შენიშვნებს და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ისევ მიუბრუნდეს ის მედია? შემდეგი ზუსტად ეს არის. ეხლა ჩვენი პოზიცია ესეთია, მე ვერ გეტყვით უმრავლესობის პოზიცია როგორი არის და თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ უმრავლესობას აქვს იმდენი ხმა, რომ აი ძალიან ცუდი საარჩევნო კანონმდებლობის გამო, რომ მას არ ჭირდება ოპოზიციის ხმები იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უნდა რომ გავიდეს და მხარდაჭერილი იყოს, იქნება მხარდაჭერილი. მე ვერ გეტყვით როგორი არის უმრავლესობის პოზიცია ის არის კმაყოფილი წარმოდგენილი ცვლილებებით თუ მას აქვს შენიშვნები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს შენიშვნები გვაქვს და გვაქვს იმისი საშუალება, რომ სადღაც 10 დღე გვაქვს იმისთვის, რომ შეხვდეთ მერის წარმომადგენლებს, ყველა ის ჩვენი შენიშვნა, რომელიც არის, მათ მივაწოდოთ, მოვისმინოთ მათგან თავიანთი პოზიცია. ზუსტად ეს პერიოდი დათმობილი ექნება ასეთი ტიპის სამუშაოს და იმ შემთხვევაში თუ კი მათი მხრიდან გათვალისწინებული იქნება ყველა ეს შენიშვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი იდეა ფიქსი კი არ არის, რომ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭიროთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა დედაქალაქმა მიიღოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების ინტერესებსა და მათ კეთილდღეობაზე. ბიუჯეტთან დაკავშირებით საბრძოლო თამარ პრეტენზიები იყო ოპოზიციის იმაზე, რომ არ იყო ჩადებული თანხები სახლების გამაგრებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით თუ შევიდა შენიშვნა და იყო კიდე საუბარი იმაზე, რომ არ იყო ჩადებული ახალი ავტოსადგომების მშენებლობა, ასეთ საუბრობდა მერია, რომ იყო და აქვე რომ შევიხოთ განახლებული ტრანსპორტის თემასაც ამისთვის რამდენია გამოყოფილი და თუ არის საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვებისთვის. საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შენიშვნა და ვიცით რომ 2015 წელმა ისე ჩაიარა რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ ჩვენს დედაქალაქში იყო კატასტროფული მდგომარეობა, მოსახლეობა ყველაზე უფრო მეტად შეიძლება ითქვას რომ სწორედ აი ამ კუთხით იყო შეწუხებული. ეს გარდა იმისა რომ აი ქმნის საცობებს და დისკომფორტი არის ქალაქის გარდა ამისა, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ესეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ ის ძალიან ცუდად მოქმედებს ზუსტად ეკოლოგიის მდგომარეობაზეც. აი თქვენ ახსენეთ მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობა იყო 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, თუმცა ასეთი ავტოსადგომი არ აშენებულა და ზუსტად ჩვენი ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა იმას, რომ 2016 წლის ბიუჯეტში მაინც ყოფილიყო გათვალისწინებული ავტოსადგომების საკითხი, მაგრამ წარმოდგენილ ვარიანტში ეს გათვალისწინებული არ არის.
მეორე საკითხი ასევე ავტობუსები და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აი ეს საცობები ესე გვაწუხებს, ზუსტად ის არის, რომ სამოქალაქო ტრანსპორტი არ არის პოპულარული მიმზიდველი მოქალაქეებისათვის და ამიტომაც ისინი ამჯობინებენ, რომ ყავდეთ საკუთარი ავტომანქანა და იმითი გადაადგილდებოდნენ. ბიუჯეტში ეს ასახული არ არის, რომ ავტობუსების პარკის განახლება მოხდება, თუმცა ჩვენ ვისმენთ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ზეპირსიტყვიერად განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტიურად დასრულებული არის უკვე მოლაპარაკება და რომ გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში ჩვენს დედაქალაქში იქნება უკვე განახლებული ავტოპარკი და 200 ახალი ავტობუსი ქალაქში შემოვა. და კიდევ გქონდათ თქვენ შეკითხვა. ხო. და აი ამ ავარიული კორპუსების გამყარებასთან დაკავშირებით და ზოგადად საამშენებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით თანხები არის მომატებული. აი ზუსტად ამ მუხლში არის ეს კოოპერატიული შენობების მშენებლობაც, რასაც ჩვენ მივესალმებით. თუმცა მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, როდესაც ჩვენ ავარიულ კორპუსებს საუბრობთ, თბილისში იმდენად ბევრი არის ესეთი ამორტიზებული და ავარიული კორპუსი, რომ რა თქმა უნდა 1-2 წელიწადში ამ ყველა ამ კორპუსის მაცხოვრებელთა სურვილის დაკმაყოფილება იქნება შეუძლებელი, მაგრამ მეორე საკითხი არის ამასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, რომელთა ბინები დაინგრა და რომლებსაც წლების განმავლობაში უხდიან ბინის სქირას და წლიდან წლამდე, აი ბოლო 3 წლის მაგალითი რო ავიღოთ, თითქმის 2 მილიონი, 3 მილიონით არის გაზრდილი თანხა, რომელიც იხარჯება ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი იქნება თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება იფიქრებს ამ საკითხზე, ინვესტორს მოიზიდავს და იქნება ააშენონ პირიქით ახალი კორპუსი, რომ აი ეს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები დაკმაყოფილდნენ. ყველანაირად ეს იქნება უკეთესი, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ განუხრელად ამ თანხის ზრდას მე მგონი აზრი არ აქვს, ისე თვითონ ამ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე წლები არის ფაქტიურად საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ და სხვადასხვა ადგილს იცვლიან და იხდიან ბინის სქირას. ეხლა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე რახან ვისაუბრეთ, მე აუცილებლად მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ამ მიმართულებით თანხები არის გაზრდილი და ამ თანხების უდიდესი ნაწილი გაიზარდა იმიტომ, რომ ცალკეული რაიონებისათვის თანხები გაიზარდა, იმიტომ რომ მათ შეაკეთონ აი ეს ელემენტარული პატარა ქუჩებზე და ეზოებში ქუჩები. მაგრამ ჩვენი კრიტიკა იყო მიმართული იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაშიც და მთელ რიგ სხვა შემთხვევებში ერთი ტიპის სამუშაოს ერთეულზე ყველა რაიონს წარმოდგენილი აქვს განსხვავებული ფასი და ჩვენ მერიას 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც ვთხოვდით და ეხლაც ვთხოვთ, რომ იქნება მოახდინოს სისტემატიზაცია და არ იყოს ესეთი განსხვავებული თანხები. აი მაგალითად, გზის შეკეთებისთვის ეხლა სახელწოდებით რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და რაც ბიუჯეტში წერია, სრულიად ერთნაირი სამუშაო არის შეფასებული 40 ლარი, 50 ლარი, 60, 80 ლარი. ანუ ესეთი სხვაობა არ უნდა იყოს. სამწუხაროდ ახალ ვარიანტში, ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში ჩვენი შენიშვნა გათვალისწინებული არ არის და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვთვლით, რომ ამ ბიუჯეტს მხარი არ უნდა დაუჭიროთ. და გარკვეულწილად ბიუჯეტის გარდა უნდა გითხოთ თქვენი კოლეგის ალიკო ელისაშვილის თემასთან დაკავშირებით მათემატიკა შეწყალების საკითხზე. თქვენი შეფასება, როგორც თქვენი კოლეგის, ფიქრობთ თუ არა თქვათ, რომ შესაძლებელია პასუხისმგებლობა თავად ელისაშვილის დარეგისტროს თუ ამის ვერ დაამტკიცა ყველაფერი?
იცით რაში არის საქმე? მე არ მგონია, რომ ალიკო ელისაშვილი ეკუთვნის ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს კარგად გააზრებული რას აკეთებს და არ იცის და არ აქვს ნამდვილად ის დამამტკიცებელი საბუთები, რომელიც დაამტკიცებს სიმართლეს ყველაფერი იმისას, რასაც ის ამბობს. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, გუშინ ჩვენ ვისმენდით იმას, რომ მიმდინარეობს ძიება ამ მიმართულებით და ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს არის ძალიან კარგი და რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იქნება დაკითხული თუ კი ამას მოითხოვს გამოძიება, ესეც არის მნიშვნელოვანი. მთავარი არის, რომ გამოძიება წარიმართოთ სწორად და ყველა იმ კითხვის ნიშანს, რომელიც აი ამ პროცესში არის გაჩენილი, დაესვას წერტილი, გაეცეს ისეთი პასუხი, რომ აღარანაირი კითხვა აღარ უნდა იყოს მოსახლეობაში.